ქართულ ტრადიციულ კერძებზე და სამზარეულოზე პირველი რაც გვახსენდება ხოლმე ალბათ არის ხინკალი და ხაჭაპური. იტალიურზე პიცა და პასტა. რა გახსენდებათ ინგლისურ სამზარეულოზე? ზოგიერთ თქვენგანს ალბათ fish and chips, English breakfast-ი, მაგრამ დღეს მე მინდა გაგაცნოთ ტრადიციული ინგლისური კერძი, რომელსაც ბრიტანელები მიირთმევენ კვირაობით და ეს არის Sunday roast-ი. ყვება ეს წვანე მუხუდო და პრასი და რა თქმა უნდა შემწვარი ბოსტნეული. ეს არის Yorkshire pudding-ი, რომელიც ხშირ შემთხვევაში უცხოელებს, ანუ არაბრიტანელებს გონიათ ხოლმე დესერტი, რადგან პუდინგი ქვია. სინამდვილეში კი არის ესეთი უბრალოდ გამომცხვარი პური. რამე განსაკუთრებული წესი Sunday roast-ის ჭამის არ არსებობს, მაგრამ ეს არის gravy соуსი, რომელიც არის ხორცის ნახარშისგან დამზადებული. გავსინჯავთ, ესე ცალკე არასოდეს არ გამისინჯავს. ეს მარტო соусიც რო ჭამო, ისეთ კაია. რესტორნებში Sunday roast-ი ხშირად შეგხვდებათ, როგორც ქათმის ხორცით მომზადებული, ისე ცხრის ხორცით, მაგრამ ტრადიციული ინგლისური Sunday roast-ი მზადდება საქონლის ხორცით. ჯერ ცალკე ვსინჯავ ყველაფერს შეგნებულად. ხორცი არის იდეალური, მაგრამ Sunday roast-ი, რის Sunday roast-ია თუ ყველაფერი ერთდროულად არ გასინჯა. ამიტომ ახლა Yorkshire pudding-ს ჩავაწებ ესე gravy соуსში და ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად მივირთმევ. სრული ბალანსი, ბოსტნეული ხორცი, პუდინგი, ყველაფერი არის ერთმანეთზე გემრიელი. ჩემს თეფშზე არის ძალიან გემრიელი არეულობა. ქვეყნის სამზარეულო ძალიან დიდი კულტურის ნაწილი არის და შესაბამისად ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ინგლისში ჩამოხვალთ, ან თუ უკვე ხართ და Sunday roast-ზე არ ყოფილხართ, აუცილებლად გამოცადეთ ეს ტრადიცია და წადით Sunday roast-ზე კვირადღე. ბრიტანელებისთვის მხოლოდ საჭმელი არ არის, ეს არის ტრადიცია, რომელიც დღემდე მოდის. თუ არის ასე ვთქვათ, comfort food-ივით, ვიდრე უბრალოდ საჭმელი. ახლა წვაფში სადაც ვარ, ყველა ჩემ წინ ზის ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და მიირთმევენ Sunday roast-ს და ასე ვთქვათ, უფრო მეტად კულტურული ნაწილია, ვიდრე უბრალოდ საჭმელი. ეს Yorkshire pudding-ი კერძს ძალიან აგემრიელებს, ნახეთ როგორი ფაფუკია. ესეთი ხრაშუნა ცომი არის, აი. კერძს რაც ხდის ძალიან გემრიელს. ნუ ძირითადად ახლა მთავარ როლში აქ არის ხორცი, ხო? ბუნებრივია, მაგრამ აი ეს ტკბილი გემოები, რაც ბატატის სახით შემოდის, სტაფილო არის უგემრიელესად მომზადებული, აი ყველაფერი უხდება ძალიან ერთმანეთს და პლუს ამას აი აქ არის ტკბილი კარტოფილის პიურეც და ეს გემოები ერთად საოცარი არის. ჩემი ანგარიში იყო 39 ფუნტი და 88 პენსი, რაც ვირი არ არის, რადგან ბრიტანული წარმოების ლუდიც დავლია ამ საჭმელთან ერთად. ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო ავთენტურად აქცია ამ პაბმა, რომელიც 1755 წლიდან არსებობს, Orange Tree. ეს არის ტრადიციული ბრიტანული პაბი, როგორც შეგიძლიათ